გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება აკადემიკოს გურამ შარაძეს, ჩვენი დროის დიდ ქართველს. მას დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა 17 ოქტომბერს რუსთაველზე ყველას დასანახად დღისით მზისით რომ არ დაეხვრიდა სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. დღეს თქვენ ნახავთ რეპორტაჟს ამ ღონისძიებიდან, ხოლო გადაცემის მეორე ნახევარში შემოგთავაზებთ ბატონი გურამის საჯარო გამოსვლებიდან გარკვეულ ფრაგმენტებს. დავიწყოთ აკადემიაში 17 ოქტომბერს გამართული ღონისძიებიდან ვიდეო მასალის წარდგენა. ღონისძიება აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ გახსნა და შემდეგ ბატონმა ელის ბარჩაველიძემ გააგრძელა სიტყვა. ჩვენი შესანიშნავი მოღვაწის მეცნიერის წამებული კაცის ხაზგასმის გურამ შარაძის იუბილეს. იმედა მადლობა უთხრა ქალბატონმა შარაძეს აკადემიის გამოხარა ყოფილი. განსაკუთრებულად მინდა მადლობა უთხრა ელის ბარჩაველიძეს, რომელიც შემართული ამ კაცის სიყვარულით და თავიდან ბოლომდე აი დღევანდელი დღის ავტორია და აი ეს გუნდობილი და სიყვარული გაკეთებს რამას არანაირი დაძალება და არანაირი ის არ არის კარგად პატიმის ცემისა ბატონი გურამის მიმართ ყველას მინდა მოგესალმოთ გაბულობით ხალხის მოგზაურდი განსაკუთრებით ქალბატონ თეა წოლკიანს რომელსაც ყველაზე კარგად მოისმინა ამ კაცის სიკვდილი როგორ ტრაგიკულად დამთავრდა მისი ცხოვრება. მე და ბატონ გურამს უნდა კარგი შესანიშნავი ურთიერთობა როცა რექტორი ვიყავი იმ დროს ძალიან ხშირად მოდიოდა ბატონი გურამი და მქონდა წიგნები, რომელსაც ის ასეთი ბუდურებით, ასე მონდომებით გამოსცემდა ქართულ კლასიკოსებს, გამოსცემდა ასევე მოკლეულ ლიტერატურას, რომელსაც რუსხოვში აგროვებდა და მე ამ კავშირში აქვეყნებდა. ისე რომ აი დღევანდელი დღე აი მისი მოყოლების დღე, მისი დაფასების დღე, მისი გახსნილების დღე ასეთი ადამიანები არიან იშვიათი. ბატონი გურამი იყო პრინციპების ადამიანი, არასოდეს აი მახსოვს მე კალკოკეთი მახსოვს მე რომ არასოდეს რა პრინციპს არ გადაუხმებდა. ის ყოველთვის მიყვებოდა განსაკუთრებით ქართულობას, ეროვნულობას, ადამიანების მიმართ განსაკუთრებით დამოკიდებულებას და აი ამ ხაზის ვატარებელი იყო. მე მინდა აი პატარა შესავალის ეთქვით ბატონი გურამის სუნას ყველაფერი მინდა გადავცე სიტყვა აკადემიკოს ელის ბარჩაველიძეს და ამბობთ ბატონი ელის ბარჩაველიძე აიყვანს ეს პროდუქციის შეფერდას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონს, რომელმაც მოიცალა და მოგზაურდა ჩვენთან აკადემიაში გაგვახარა თავისუფლში. იმიტომ მართლაც ასეთი პრინციპული შემართული ადამიანი როგორც ქალბატონი თეა ჭირდება ჩვენ ქვეყანას. აი ესეთი მედგარი ადამიანები როგორც ქალბატონი თეა მასზე მადლობა უნდა უთხრამოს. ბატონი ელის ბარი უკეთესად იხდეს Artur Talsuna Mohammad Madlova Ramshetovdan da Moqdandeni is asam kitsebular.
ეს ქართული სული ცოცხლობს ეს ქართულობა ცოცხლობს და ადამიანი რომელიც მოკლეს მხოლოდ იმიტომ რომ სამშობლო უყვარდა მეტი დანაშაული მას არ ჰქონდა მის აღზრდება არის დღეს და თქვენი მოგზაურობა ნიშნავს რომ თქვენ კიდევ შემართული ხართ სამშობლოს სიყვარულით და სულიერებით აღლით ღმერთისა სიყვარულითა და მიწიერებაში ქართული საქართველოს სიყვარული ერთი სიტყვით ბატონი გორანი უდიდესი მეცნიერი იყო ეს არის თურმე შეუძლია თქვას რომ მე ვიყავ მეცნიერი იყო ბატონი გორანი იმიტომ რომ გენდა ამუშავა უამრავი წიგნია უამრავი ტომია ჩვენი ქართველების გესების ამტანი ხალხის ეგ ცხოვრები ცხოვრებდა მოვაწერული შესახებ უამრავი შრომები გამოცემული აქეთ კიდევ ჩვენი აკაკი ჩვენი ლილია არ ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალო აქ უამრავი შრომები და დღეს მის ღირსებებზე და შრომით ღირსებებზე და აზროვნებაზე პრობლემებს გავაკეთე მეტევანი მაგრამ მე მითე ერთი რამ ხაზი გასმის თქვა არაერთი აკადემია რომ სააკაშვილმა მოკლა გორამ შარაძე მოკლა რატო ერთხელ დაიჭირა მეორე დაიჭირა ვერ გატეხა მისი ქართული ამ შემდგომ თვალსაჩინო ადგილზე სადაც ყველა თარგის და ყველა შეეძლო ენახა თუ როგორი სისასტიკით იქნა მოკლული და საათი და 2 საათი იწვა არ გაგვიშვეს მისასვლელად თითქოს იმიტომ რომ და თითქოს იმიტომ რომ ყალი არ დაგვიშალება ყველაფერი იცოდა ყველა ვიცოდა თუ რატო მოკლეს გურამშა და სხვათაშორის მეც გავაფრთხილე შემოვაყოლეს ადამიანმა რომ შემოვითვალესო შემდგომს ლაპარაკობ ამ საკითხზე და სანამ ის ბეცადაწევი გადადუნდიო და ამოს პანაშვილი და გამოსულა შემდგომ კორესპონდენტი არ ჩერტონის როგორ მოხდა როგორ გამოიწვია არ უნდა გამოიწვია ეს მოკლა სააკაშვილი და დღეს ხალხი გამოდის იმის გამო რომ თურმე სააკაშვილმა ბედნიერება და დემოკრატია გოგანიტაცო აი ეს არის უბრალოდ მაგრამ შარაძეს სული ბარათოცხალი იქნება ჩემი მოვიდებული ფოვნა იქნება მე ალბათ ხელისუფლებასაც მივათავრობა ერთი ძეგლი დაუდგათ ასეთ ადამიანს რომელიც რომლის სიკვდილით გამოწვეულია სამშობლოს სიყვარულს აი მეტი არაფერი მართლიდა როგორც ნახეთ და მოისმინეთ, მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი თია წულუკიანი ესწრებოდა, ის სიტყვით გამოვიდა ამ ღონისძიებაზე და ახლა ეს წარდგენა და მისი სიტყვა მოვისმინოთ. ეს სვანეთი საქართველოს სიამაყეს ჩემი აზრით ერთ-ერთი უდიდეს კულტურის მინისტრ რომელმაც გააცოცხლა თემი საქართველოს გააცოცხლა იმ გაკეთებით რომ ამ რაიონებში თეატრები პარიო სიმღერები პარიო აბა გადახედეთ ეხლა ტელევიზორები თუნდაც მიაცქებით რა ხდება როგორი ბავშვები მოდიან როგორი სიმღერით მოდიან როგორი წარმოდგენები იქნება ეს მე
თვალთაცნობის გულის ალბათ ასაკი ალბათ თეატროლიანის ხო ეხლა რამდენიმე სიტყვით თავისი აზრი გამოთქვას ეს არის ჩემი პირადად არ მიყვარს მე განარდებობის ხალხთან რატო თავისუფლება გამარა ამ ალბათობის წინაშე მე შემოხვიდი ვარ რომ ეს არის ღირსება თავისას რომელმაც წარმოსახა როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და როგორ არ უნდა დაიხვიო უკან ყველაფერი ხელი უნდა დასადა ისე რომ ბოლოს და ბოლოს ქართველებმა პირველ რიგში მადლობა თქვენ ასეთი შეფასებისთვის მოგესალმებით გამოტანო აკადემიკოსებო მივესალმები ესოდენ პატივსაცემ საზოგადოებას რომელიც დღეს აქ შეიკრიბა იმისთვის რომ ერთად აღნიშნოთ დიდი გურამ შარაძის დაბადების დღე რომ არა ის მკვლელობა რომელიც თბილისის შუა თბილისში როგორც აქ ითქვა სამწუხაროდ მოხდა რამდენიმე წლის წინ დღეს ბატონ გურამ შარაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა და იცის ის საკუთარ იუბილეს როგორი ახალი გამოცემებით, კვლევებით და მიღწევებით აღნიშნავდა ჩვენთან ერთად დღეს. ამიტომ დღევანდელი დღე ჩვენთვის სიამაყესთან ერთად ძალიან სევდანარევიც არის და მე მაქვს პატივი, ვისთვისაც მადლიერი ვარ, რომ ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით ჩვენს ეროვნულ აკადემიაში მის ხსოვნას პატივი მივაგოთ. მე მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც ჩვენ შედარებით ახალ თაობას, ბატონ გურამთან შედარებით ახალ თაობას მოგვცა საშუალება, რომ მის ნაშრომებს ხელი მიუწვდებოდეს. გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ გვახსოვდეს ის დიდი საქმე, რომელსაც ის და ეს ეროვნული აკადემია დღემდე ემსახურება სხვა ეროვნულ ინსტიტუციებთან ერთად, მაგალითად ისეთ ინსტიტუციასთან ერთად, როგორც შეიძლება იყოს ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელსაც დღეს მადლობას ვეუბნებით ამ გამოცემისთვის. ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ დიდ დღეს გურამ შარაძის პატივისცემისა და ხსოვნის აღნიშვნისათვის და თუ ეს უადგილოდ არ ჩაითვლება, მე მაინც მგონია, რომ დღეს არის ის ყველაზე ხელსაყრელი დღე, როდესაც ხაზგასმით უნდა უთხრათ მადლობა მის ოჯახს. იმიტომ რომ ბატონ აელისბარმა ახსენდა და აბსოლუტურად ზედმეტად დაახასიათა დადებითად ის საქმიანობა, რაც მე გავწიე კულტურის სამინისტროში, მაგრამ ის ნამდვილად ნახე კულტურის სამინისტროში, რომ დიდ ქართველ მოღვაწეებს, რომლებიც აღარ არიან ჩვენთან ერთად, არ ხვდა ყველას თანაბრად კარგი ბედი გარდაცვალების შემდეგ, იმიტომ რომ ყოფილა ძალიან ბევრი მემკვიდრე დიდი მოღვაწისა, რომელიც მე როგორც ერთ ადამიანს მიფიქრია, რომ ნეტავ არ ყოფილა მეთქი, იმიტომ რომ ან არ შემოუნახავს მისი დიდი წინაპრის არც არქივი, არც ხსოვნა და მხოლოდ სახელმწიფოსთან ითხოვს ხოლმე დაფასებას. რაც რა თქმა უნდა სახელმწიფოს ვალია, მაგრამ ოჯახის ვალიც არის, ოჯახს თავისი წვლილი და წილი აქვს იმისა, რომ ელემენტარულად მოუხდეს იმას, რაც სახლში იმეთხებოდა. ამიტომ მე მინდა ქალბატონ რუსუდას პირველ რიგში დიდი მადლობა უთხრა, როდესაც სახეზე აღარ არის სამწუხაროდ სხვა დედმამიშვილი და როდესაც მხოლოდ ერთი ქალი არის მისი თავის თაობაში წარმომადგენელი, შევბრძოლო იმ დიდ მანქანას, რომელიც 2007 წელს უარს ამბობდა სიმართლის თქმაზე და ცოდვა აღიარებული სჯობს და უნდა ითქვას, რომ არც 2012 წლის მერე დაჩქარდა ჭეშმარიტების გამოვლენის პროცესი,
მხოლოდ ერთი კაფანდარა გოგონა ქალი ქალბატონი იბრძოდა იმისთვის, რომ ოჯახიდან საზოგადოებაში რა თქმა უნდა იყოს სხვა ვინც მას მხარს უჭერდა. ამიტომ მადლობა ქალბატონის სუდანს, მადლობა შვილიშვილებს, ვინც თქვენი გზა უნდა გააგრძელოს და ამით უკდაუყოს დიდი გურამ შარაძის საქმე. ვინაიდან მე დღეს დეპუტატი ვარ, ამით დავასრულებ და ვიტყვი, რომ იმ პარლამენტში, რომელშიც გურამ შარაძეს უწევდა საქმიანობა, მისი აი სახელმწიფო ღვაწლიც ალბათ რამდენიმე წინადადებით უნდა გავიხსენოთ. იმ პარლამენტში ნამდვილად არ იყო ადვილი, რომ ყოფილიყავი პრაქტიკულად სულ მარტო თუ არა, ყოველ შემთხვევაში მეტნაკლებად მარტო იმისთვის, რომ მამის ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე მისულიყავი მიკროფონთან და გეთქვა ის, რაც მაშინდელ პარლამენტში უმრავლესობას არ სიამოვნებდა. პარლამენტი საკმაოდ ისეთი ადგილია, ალბათ აკადემიაც, შეიძლება სხვა ორგანიზაციები, სადაც როდესაც კოლეგა, რაც არ უნდა შენ მას არ ეთანხმებოდე, არც გევალება, რომ კოლეგიალობას ცეპატივი. ყველანაირ ტერმინს ვერ გამოიყენო, ყველანაირად ვერ გამოთქვამ შენ აზრს, იმიტომ რომ კოლეგიურ სტრუქტურაში ხარ. ამიტომ მე მის ყველა გამოსვლას დღევანდელი გადასახედიდან კიდევ მეტად ვაფასებ, როგორც გამედულების მაგალითს იმისა, თუ როგორ უნდა შეეწინააღმდეგო საკუთარ კოლეგას იმისთვის, რომ მას არ მისცეს საშუალება სახელმწიფო ინტერესი დააზიანოს. მადლობა მას და ბოლოს კომისიაზე. ჩვენი კომისიის დასკვნა მართალია ინტერნეტში პირველივე დღიდან არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ვინაიდან საგამოძიებო კომისიის დასკვნა ასე აღმოჩნდა, დაახლოებით 500 გვერდია, რა თქმა უნდა ეკრანზე კითხვა ასეთი მოცულობის დოკუმენტის არის ძალიან რთული. ისედაც ჩემი და ჩემზე უფროსი თაობა მე მგონი მანდამანც ეკრანზე მუშაობას დიდად აღწყალოთ, ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან მიჭირს ხოლმე და მირჩენია ყოველთვის ქაღალდზე არსებული მატერიალური დოკუმენტი. ჩვენ უკვე ჩავშვით დაკაბადების პროცესის შედეგად, პროცესი დასრულია, რომ დაიბეჭდოს და რაც შეიძლება მეტი და იყოს უფასოდ ხელმისაწვდომი ეს დოკუმენტი, რომელშიც გურამ შარაძის საქმეს სათანადო ადგილი აქვს მიკუთვნებული და სწორედ ქალბატონი რუსუდანის დამსახურება. სიახლე რაც არის და რაც ქალბატონმა რუსუდანმაც კი მეთქი ვამბობ, იმიტომ რომ რეალურად ის გამოძიებად მოგვევლინა ამდენი წლის განმავლობაში და პრაქტიკულად ყველაფერი შეისწავლა ამ საქმის გარშემო, მისთვისაც კი სიახლე იყო ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ შესაბამის მოწმეს მოусმინა, რომელმაც გითხრა, რომ თურმე და მამის თავისი თვალით ნახა, როდესაც გურამ შარაძე უკვე მოკლული წაქცეული ქუჩაში ზეწარ გადაფარებული იწვა, შემთხვევის ადგილს, როგორც ჩვენ ამას ვეძახით, შემთხვევის ადგილს იქვე მდგარი მანქანიდან ჩაწერილი შუშიდან აკვირდებოდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ესეც არის დასკვნაში შეტანილი. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ვიმედოვნებთ, რომ დასკვნის საფუძველზე ამ პროცესს დაადგება თავი, მიუხედავად იმისა და ბატონი იუსტიციის მინისტრი ბაცმოსი ბატონი ჯერ დაგძანდა ის არამცემს ტყუილის საშუალებას, ჩვენ ყველა ვიცით ასე გვასწავლიან, რომ გამოძიების წინააღმდეგ მუშაობს დრო. ბევრი დრო გავიდა, გამოძიება შესაბამისად ჩიხში შეიძლება იყოს შესული, მაგრამ თქვენი წვლილი დიდია იმაში, რომ ის დოკუმენტები, რაც თქვენ მარტო შეაგროვეთ და საგამოძიებო კომისიის დასკვნას ჭეშმარიტების დადგენაში რაღაცა როლს ითამაშებს. დიდი მადლობა მას და მხურობით დავასრულებ აქ ბატონმა ელიზბარია ისაუბრებდა რამის ლაპარაკობ გულიაზე და მე რომ დედა არ მყავდეს გურული ბატონმა ელიზბარ ძალიან მძიმე დღეში ვიქნებოდი, იმიტომ რომ ჩემი მეორე გენი ყოველთვის მიმიწოდებს ხოლმე იქითკენ, რომ ვიყო უფრო შეურიგებელი, არადა დიპლომატია რაოდენ საჭიროა პოლიტიკაში და ამას ვიშველიებ ხოლმე. ამიტომ გურულებსაც დიდი მადლობა. მე გურული გაყვავა.
ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას მოусმინოთ. მეგობრებო, აქცენტი მოსულმეებო, ასევე ბატონი გურამის ჯგუფის დღეს ჩვენ შევკრიბეთ არა მხოლოდ ადამიანის გასახსენებლად, არამედ მთელი წინააღმდეგობრივი და ბედის განსაზღვრელი ეპოქის გასახსენებლად. გურამ შარაძე იყო იმ იშვიათ ადამიანთაგან, ვინც საკუთარი სიცოცხლით გვასწავლა, რას ნიშნავს სიყვარულით და ღირსებით სავსე ცხოვრება. ის არ იყო მხოლოდ მეცნიერი, პოლიტიკოსი ან მწერალი. ის იყო ადამიანი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის და კეთილდღეობის სასწრაფოზე შეგდებით იცავდა სამშობლოს, ენას, კულტურას და სიწმინდეს. ის ლაპარაკობდა იქ, სადაც სხვები ჩუმდებოდა. იმიტომ კი არა რომ ხმაური უყვარდა, არამედ იმიტომ რომ რიგნეული გონილი მის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა. გურამ შარაძე ცხოვრობდა ისე თითქოს ყოველდღე შეიძლებოდა ბოლო დღე ყოფილიყო მისი სიცოცხლისა და სწორედ ამიტომ არ შეუშინდა სიმართლის ხმას, არც მარტოობას. ის იცავდა იმას, რომ ბევრისთვის უკვე მხოლოდ სიტყვა დარჩა, ქართული ენა, ეროვნული სული, ისტორიული მეხსიერება. ასეთი იყო ეპოქა, მაგრამ მისი ბრძოლა მხოლოდ წარსულისკენ არ ყოფილა მიმართული, ის ხედავდა მომავალს და ცდილობდა ეს მომავალი ღირსეულ საფუძველზე აეღო. როდესაც საქართველოს ცაზე ავმა ტაროსმა იჩინა თავი და მოხდა კვაზი სამხედრო გადატრიალება, გურამ შარაძე ხმალამოდებული იბრძოდა დამხობილი პრეზიდენტის მემორიალური სახლიდან რელიქვიების და ბიბლიოთეკის გადასარჩენად. სწორედ მან გადაანაწილა გადარჩენილი ნივთები მუზეუმებში, თუ კერძო პირებთან. მან დაარწმუნა გროზნოში განდევნილი პრეზიდენტი, რომ კოლხური კოშკი აუცილებლად უნდა აღდგენილიყო, ხოლო მის გამანადგურებლებს მისი თქმით უთუოდ მიუჩენს ისტორია თავიანთ ადგილს. პირველი წიგნი, რომელშიც მეტად საყურადღებო დეტალებია ძველ გამსახურდიას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებისა, სწორედ მის კალამს ეკუთვნის. საქართველო მიიღო დამოუკიდებლობა და საერთაშორისო აღიარებას, მაგრამ 1992 წლის შემდეგ ვერ მიიღო ეროვნული სახელმწიფო. მის სათავეში მდგომნი, ვისაც აკლდა ლეგიტიმურობა და ხალხის ნამდვილი მხარდაჭერა, ამის კომპენსაციას ახდენდნენ უცხოელების, საეჭვო ორგანიზაციების და ასეთივე საეჭვო პირების ყველაფერში ჩარევით, მათთვის ყველგან მწვანე შუქის ანდებით. რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის კულტურას, ისტორიული ბედუკმართობით ისედაც ტრამვირებულ მენტალობას, თვითყოფადობას და სუვერენიტეტს აზიანებდა. და ეს წლების მანძილზე მიმდინარეობდა. აი სწორედ აქ იბრძოდა გურამ შარაძე ყველგან, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ. სწორედ ამისთვის დაიწერა მისი გრანდიოზული, სრულიად ფანტასტიკურად დასურათებული და ახალი დოკუმენტაციით გამიწერებული წიგნები ილიაზე და აკაკიზე, რასაც ჩვენთვის უნდა გაეხსენებინა დიდ წინაპართა ამდენს. გაეხსენებინა, რომ ისტორია, რომელიც მათ დაწერეს მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში, მუდამ აქტუალურია. ის მხოლოდ ჩავლილი ხდომილება არ არის. ჩვენ ვინ დღეს აქ ვართ, მასთან ერთად გავიზარდეთ ზოგჯერ სიტყვებით, ზოგჯერ მაგალითით, ზოგჯერ მისმა სიმტკიცემ გვასწავლა, რომ მართალისა ყოველთვის მარტივი არაა, მაგრამ ერთადერთი ღირსეული გზა სწორედ ის არის. გურამ შარაძე იყო იმგვარი ადამიანი, რომლის დაკარგვაც ვერ წაშლის მის ენერგიას ისტორიიდან. რადგან ის დარჩა ჩვენს ენაში, ჩვენს წიგნებში, ჩვენი სინდისის მატიანში. ხშირად ვამბობთ, რომ დრო ყველაფერს კურნავს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა ხსოვნაც დროის გადასვლით კი არ ხდება, ამერ პირიქით უფრო მკაფიო ხდება. ასეთია გურამ შარაძე.
ყოველ წელს, ყოველი ახალი თაობის ის უფრო ცოცხლდება, როგორც სიმართლისა და კიცესულიერების სიმბოლო. მისი ხსოვნა ვალდებულებს არ დავკარგოთ ყოველდღიურ ხმაურში. არ დავივიწყოთ ვინა ვართ და საიდან მოვდივართ. გურამშალაძის გზა ჩვენთვის არის დამკვირვებელი. როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ სიტყვა და საქმე ერთმანეთს ემთხვეოდეს. როგორ გვიყვარდეს სამშობლო, არა ლოზუნგით, არამედ ყოველდღიური მოქმედებით. ეს, როცა მის სახელზე ვსაუბრობ, ყველაზე მთავარი არის მადლიერება. მადლიერება იმისთვის, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც დაგვიტოვა სუფთა სინდისის მაგალითი. და იმედი, რომ ქართულ სულს ყოველთვის ეყოლება მცველი, დავიმახსოვროთ მისი სიტყვები და მისი სიჩუმე. ორივე ერთნაირად ძლიერი იყო და არის. გაუფრთხილდეთ იმას, ვისთვისაც ისინდა ბოლომდე ჩვენს ენას, კულტურას და ეროვნულ ღირსებას. რათა ოდესმე შევძლოთ თქვა მისებურად კიცეთ. სიმართლე მიყიროს, თუნდაც მე აღარ ვიყო. გურამშალაძის სოვნას ყოველთვის შეინახავს ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო. და განისვენოს მისმა სულმა დიდი წინაპრების წიაღში, ხოლო ჩვენი გზა გასხივოსებული იყოს, ვიდრე მის იდეალებს ვიცავთ. მადლობა. ბატონმა ირაკლი გოგავამ ის პერიოდი გაიხსენა, როცა ის იყო პარლამენტის წევრი, იმავე პარლამენტის წევრი, რომელშიც იჯდა ბატონი გურამშალაძე. ბატონ გურამთან ერთად მომიწია მუშაობა 4 წლის განმავლობაში პარლამენტში, მოწესრიგების პარლამენტის პროცესები. სხვადასხვა პარლამენტში ვიყავით, მაგრამ აკეთებს პროცესებას ყოველთვის იწვევდა ეს ადამიანი და რატომ? უნიკალური შემთხვევა იყო, იშვიათი შემთხვევა, როდესაც შინაგანად და გარეგნულად პროცესირებული იყო 24 საათიან რეჟიმში. ესეთი ხალხი იშვიათი. შემდეგ ბატონო ასოციაციას გაგიზიარებ, რაც მე მქონდა. რა თქმა უნდა, ის რასაც ამბობდა, ეხლა იქ 25 წლის ასაკში, დიდი ნაწილი ესწოდა. ის კერვი გამოწვევები, რასაც ის ხსნიდა უკანეთ და ხშირ შემთხვევაში ცოტა ისე უყურებდით, რომ საიდან რაც დრო გავიდა, რაც პროცესები ვიხილეთ, უკვე აღმოჩნდა ეს კაცი დინასარ ფულიდა იმ რისკებს და ეს რისკები ყველაფერი დაგვიდა, რასაც ბატონო გურამი საუბრობდა და აქვს უნდა ბევრი მაგალითი. ნებისმიერ ერთს აქვს თავისი სხეული ეროვნული გულის სისტემა. ასეთ ადამიანებისგან შეიძლება სწორედ. ხოლო ინსტიტუციები შეიძლება იყოს მაგალითად სადაც ჩვენ აკადემია უდაოდ ეროვნული გულის ორგანული ნაწილია, მაგრამ ასევე ადამიანები გურამი გურამი ყავს ერთ-ერთი უჯი ამ საქართველოს ეროვნული გულის, რასაც მე სამდახარული ასევე მოუწოდებ ქართული სისხლისეული ერის ეროვნული სისტემა, რომელიც ძირითადი ნაწილი რა თქმა უნდა twin-ია და გურამი ამ twin-ის ორგანული ნაწილი. მე მახსოვს მისი გამოსვლები, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიჯიტი პარლამენტის წევრი, ყოველდღიურად რამდენიმე გამოსვლა, ოღონდ არასდროს ჰაერზე და ქუჩში გამოსვლა დროს ჰაერზე არ აღწევდა. ეს საერთოდ ფიქრობ, ახლა დაამოსა ხელისუფლების ხელისუფლების აღორძინება, უსაფრთხოების აკადემია იქნება საქართველოში, უშიშროების სამინისტროს კადრების მოსაზრებაზე. მე ვფიქრობ, რომ აზრს არ იქნება მოკლებული, თუ მოხერხდება არქივიდან ბატონ გურამის ყველა გამოსვლის შესწავლა, სისტემატიზაცია და ჩაკოლეთ, რომ ეს არის მზა სალექციო კურსი საქართველოს უსაფრთხოების აკადემიის მსმენელებისთვის. პირადად მე post-factum სამწუხაროდ, მაგრამ ამაზე ამადია შემდეგ ჯაჭვები რაც ხდება. რუსულას რაც შეეხება უნიკალური შემთხვევა, მართლაც ესეული ქალბატონი, ესეული ქართველი მამის სახელს, ოჯახის სახელს იცავს და ცალკე საბრძოლო ერთეულია სუდანელი პატრიოტი იმძოლისთვის, რასაც სამართლიანობისთვის და სიმართლისთვის არის. დიდი მადლობა ყველას.
ახლა რუსუდან შარაძის სამადლობელი სიტყვა მოვისმინოთ. ეხლა აქ ბევრი სიტყვა სინამდვილე არის ჩემთვის არსებობენ ესეთი ალიზულები ეს არგატო თემა ხელზე წამოსაკრავი ეს არის არის სიძულისეული თემა როდესაც შეეხება არგუმენტები სულიერებობდა თესოფერ აი ჩემ სიყვარული როგორც ამას გააჩნია მამისა იშვიათად და მე მადლობელი ვარ რომ ეს კალბატონი არსებობს რომ ცოცხლობს და აუცილებლად შევა არის მოდეს ჰენზელდაუტე პრინცინაშენ უღმესი მადლობა მოგახსენოთ ყველას საზოგადოებისთვის დაფასებისთვის პირველ რიგში უღმესი მადლობა ეროვნულ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ბატონ ელიზ ვარჯაველიძეს პირადად მამას პირდაპირ უნდა ვთქვა რომ ამაზე უკეთესი სიტყვა არ მეგულირა ძმას და მეგობარს მართლა ვინც უცნო ვინც მახსოვს ძალიან ცოტა მახსოვს სამწუხაროდ გავსი და ერთადერთს ვერ ვიტყვი მაგრამ ერთ-ერთი მცირე ჩამონათვალისგან არის ბატონი ელიზბარი ასე მალე გავიდა ერთი წელიწადი შარშან-არქე ერთმანეთს შევხვდით და ამ ერთ წელიწადში მოხდა ის რასაც მე ვერ ვიოცნებ რა თქმა უნდა ვოცნებობდი და ველოდი მაგრამ ასე უცბად ასე არ ველოდებოდი და ეს არის ქალბატონი თეას დამსახურება და რა თქმა უნდა სხვებისაც მაგრამ მაინც ქალბატონ თეას პირველ რიგში გადავხვდი უღმეს მადლობას მე ვერ ვიტყვი რომ ჩვენ საქმეს რამე ზედმეტად მოეკიდა სხვა საქმეებს რამე დაარღვო არა იგი ყველა საქმეს ერთნაირი გულმოდგინებით ერთნაირი ერთგულებით მაგრამ ჩემი მხრიდან არ შემიძლია აღთქვა რომ ყველა პირობა შეუქმნიწყო იქ დასადარებულ ადამიანებს რომ თავისუფლად იყელავდი მაინც მაგრამ მისი მხრიდან ქონდა ყველანაირი პირობა რომ მე ეს 18 წლის მოლოდინი ჩემი 18 წლის ტანჯვა აი ამით დასრულდა რა თქმა უნდა წინ არის დიდი პროცესი მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს პირველი ყველაზე მძიმე და ყველაზე დიდი ეტაპი ასე ჩვენი გამარჯვებით მე ვერ ვთქვი ჩემი გამარჯვება ქალბატონი თეას გამარჯვებაც არის მოვიდევეთ და ჩვენ მთელი საქართველოს გამარჯვება რომ ყველა ასე ველოდებით საქართველოს და ბოდიში სიტყვა გამიგზავნა მაგრამ არ შეიძლება არ თქვა აქ უღმესი მადლობა პირიქით თქვენ შვილს თუ მამის სიყვარულისთვის და მამის ერთგულებისთვის და მამის არ გაყიდვისთვის ჯილდო ეკუთვნის მაშინ დავაჯილდოეთ ჩემთვის მე არ ვიქარ ჯილდოს არ ვიმსახურებ იმიტომ რომ დრო დადგა ისეთი რომ ეს თურმე აღსანიშნია ჩემი ჯილდო არის 1972 წლის 5 სექტემბერს რომ დავიბადე გურამ შარაძის შვილად აი ეს არის ჩემი ჯილდო და ეს არის ჩემი ბედნიერება რომელმაც ახალგაზრდა ვიყანა და კიდევ გამიყვანს ბოლომდე უღმესი მადლობა და მოგის სამწუხაროდ ჩემს დამადიდეს დღესასწაულს. ჯვარი არის სიმბოლური გაერთიანებული ყოველური ჯვარი. ჩემს მიერ არის შექმნილი მეუღლე ხალხის. და დადგმულია უკვე ბოლნისის რაიონში, თეცხაროში. მანიში და ეს პატრიარქის მამასაჩუხა ეს ჯვარი და აი გადამხდება პირიქით მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე მოხსენება წაიკითხა ქალბატონმა ქეთევან ტომარაძემ ბატონი გურამ შარაძის ორტომეულის ძველი გურიის ირგვლივ ვრცელი მოხსენება სიტყვით გამოვიდა ბატონი
სოსოსიგოა ბატონი ავთანდილ კახნიაშვილი ქალბატონი მაყვალა ბერიანიძე, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ვერ გთავაზობთ ამ ვრცელ გამოსვლებს, ამისთვის მაპატიეთ. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ბატონი გურამ შარაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან, არა აკადემიური, არამედ საზოგადოებრივი მოღვაწეობიდან, ესე იგი 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში გამოსვლებიდან ფრაგმენტები და დავიწყებ ფილარმონიაში გამართული ყრილობიდან, ეს იყო ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობა საქართველოს უპირველეს ყოვლისა, მისი დამფუძნებელი ყრილობა 1999 წლის 27 თებერვალს გაიმართა და აი ნახოთ როგორ გახსნა ბატონმა გურამმა ეს ყრილობა თავისი სიტყვით. ზეპარტიული ნაციონალური მოძრაობის საქართველოს უპირველეს ყოვლისა დამფუძნებელ ყრილობას გახსნილად ვაცხადებ. საქართველოს უპირველეს ყოვლისა. ეს მიტოვები აღებულია ჩვენი უკდავი გალაქტიონის 1920 წელს დაწერილი ლექსიდან, დღეს შევასწავლეთ სკოლაში პოეზია უპირველეს ყოვლისა, ილიანმა გალაქტიონმა ეს ლექსი მიუძღვნა დამოუკიდებელ საქართველოს და მე-20 საუკუნე დაიწყო ციტამურში გასული ტყვით, ილიას დაღუპვით და დასრულდა მე-20 საუკუნე ეროვნული ხელისუფლების დამხობით, პირველი პრეზიდენტის მკვლელობით და კიდევ ახალი და კაცმარიცის რაილი საქართველოს. მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენ არაფერი გაგიკეთებია, ეს სამადლობელო, არც ტაშის დასაკრავი და მიწვევით, არც ფერზე დასადგომი. ეს ფერზე დაუდექით თქვენ, ტაში დაუკავით თქვენ საქართველოს, საქართველოს უპირველეს ყოვლისა. თქვენ ტაში დაუკავით მათ, ვინც მოიტანეს საქართველოს დღემდე, ვისთვისაც საქართველოს იყო უპირველეს ყოვლისა. თქვენ ამიტაში დაუკავით ჩვენს დიდ მეფეებს, ჩვენს დიდ მწერლებს, ჩვენს დიდ მოღვაწეებს, ჩვენს დიდ გმირებს და უკანასკნელად ჩვენი ეროვნული მოძრაობის გაუმაფრიზებლებს, ზვიად და მერაბს. ყველას გამოგვექცევს ჩვენი საქმე. აი ხვალიდან ჩვენ დავიწყოთ მუშაობას. არა აქ თავის გამოსაჩენად, არა აქ ტრიბუნაზე თუ ვიდეო ფირზე აღსაბიხდათ, არამედ ვინც ხვალ საქართველოს გადაარჩენს, ვინც ხვალ საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მოიგებს, ვინც ხვალ თუ ზეგ პრეზიდენტის არჩევნებს მოიგებს, არა ვინმეს სამართლისათვის, არა ვინმეს ისტორიაში შესვლისთვის, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის, ხალხის გადარჩენისთვის, ქართული ხალხის, საქართველოს მოსახლეობის გადარჩენისთვის. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმათ, ვინც ჩუმის ნატვით ან ნატრულობს საქართველოს გადარჩენას. ეს ჩვენი საერთო ტკივილი საგანგებოდ შემომინახეთ. ჩვენი მოძრაობის მთავარი ერთ-ერთი მიზანი აფხაზეთის დაბრუნება, აფხაზეთში დაბრუნება და დღეს აი ამ აფხაზის დომინების, აფხაზეთიდან დევნილების დიდი მხარდაჭერის სიტყვები, რომელიც საგანგებოდ შემოვინახეთ და გულის ფიცარზე დავიწეროთ ყველა, აფხაზეთი დავიბრუნოთ, აფხაზეთში დავბრუნდეთ, სამაჩაბლო დავიბრუნოთ, სამაჩაბლოში დავბრუნდეთ, სრულიად საქართველოს აღდგეს ქართველი ერის ხელმძღვანელობით.
საქართველოს საქართველოს უპირველეს კომისა ჩვენი მოძრაობის დამფუძნებელი პირობა გახურულად 2003 წლის 9 ოქტომბერს ტელეკომპანია მზეზე გასული გადაცემიდან მცირე ფრაგმენტს გთავაზობთ. გავაცნოთ თელ მსოფლიოს, რომ ესენი არ არიან ქართველები, ესენი არიან მოწამლული თურქები, რომლებიც ექსპანსიური მიზნით მოდიან საქართველოში ჩვენს დასაპყრობად და მიწის ტერიტორიული დაკარგვისათვისა და თურქეთისთვის მიტაცებაში. დიდი მადლობა. ჩვენ გვეყო თურქეთმა, არ გვეყო რაც აგვართვა თურქებმა ტაოკლარჯეთი, ვინც აგვართვა, სოჩი ვინც აგვართვა, ზაქათალა ვინც აგვართვა, ლორე ვინც აგვართვა და ჩვენ გაჩუმებული ვართ, მადლობელი ვართ რუსეთის, მადლობელი ვართ აზერბაიჯანის, მადლობელი ვართ სომხეთის, მადლობელი ვართ თურქეთის და ახლა თურქმენებს კიდე მივართვათ მესხეთი, რუსთაველის სამშობლო არ გამოვა ბატონებო ეს ჟვანიამ და მამა ღმერთმა რო დამავალოს. მე ამას არ გავაკეთებ და 8 წლის მანძილზე ეს არ გავაკეთებ და თუ დღეს თურქი მესხები საქართველოში არ არიან შემოსული, აი ამის გამო და ჩემი ტრაგედიის რაღაც მიზნებიც ამაში იხლარდება. 2003 წლის 10 ოქტომბერს ტელეკომპანია იბერიაზე ვახო ხუზმიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი ვნახოთ. ტრაძე და მისი ძველი ოპონენტი იეჰოველების ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ლილოს ტერმინალში დღეს ერთმანეთში იმას არკვევდნენ, არის თუ არა რამდენიმე დღის წინ ფოთის პორტში დაკავებული იეჰოველების კუთვნილი 10 ტონა ლიტერატურა ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოტანილი. ცნობილი მიხეილ ჭაბაშვილი, ცნობილი იეჰოველებისა, რომელსაც ფული რომ სასამართლოში ვერ გააკეთა, ვერ მომიგო პროცესი ახლა იმიტომ რომ კონტრაბანდული ლიტერატურის გავრცელებით უნდა რომ ფული იშოვოს და გახსნა საქართველოს. ისე რომ გამოაჩინეთ თქვენი სახე რომ გინდათ აკრძალვა. მე მაშინ შეგფირდით რომ მე შემოვიტან, სხვა შემოვიტან. ისე როგორც უზენაეს სასამართლო. მაინც შემოვიტან. 1000 ფირმას დავარეგისტრირე. როგორც კიდე შეიძლება შემოფინდეს და გაფინდეს. ეს არის ჩემი საკუთრება, ხელს ვერ მოკიდებ. აი ნახავთ თუ არ მოკიდებ. აი მაგასაც რა. ნახავთ და თქვენი კი ბატონო, თქვენი იმუნიტეტი რო გაქვს მაგით. თქვენი ერთ საათს უტარიგებ. დაჩებით პარლამენტის გარეთ მე მიქცემეს ეს სამართლის პასუხისმგებლობაში. ადვოკატი მამუკა ჭაბრაშვილი აცხადებს, რომ წიგნები გერმანელმა იეჰოველებმა ქართველ სულიერ ძმებს უსასყიდლოდ გამოუგზავნეს. მისი თქმით, ტვირთის დაკავების უფლება არავის აქვს. ჭაბრაშვილი ტვირთის გამბაჟებას უახლოეს მომავალში აპირებს. კონტრაბანდა არის საბაჟოს გვერდისავლით და ამდენი ჟურნალისტებით საბაჟოზე ვარ მოსული და რანაირად არის ეს კონტრაბანდა. ტერმინალში რატომ ხდება? ტვირთი როცა შემოდის ტერმინალში უნდა შემოვიდეს, განაბაჟო და წაიღო. ეს არის ერთი სახის, ნუ რამოდენიმე ნომერი არის, სხვადასხვა ესე იგი ჟურნალებისა. რა თქმა უნდა ეს ნაჩქარი ადრე თუ შემოქმნა საგუშაგო კოშკს, რაღაც პრობლემა შეგვექმნა, სასამართლოში არის საქმე, საბაჟოსთან მიმართებაში და უბრალოდ ეხლა ჩემს სახელზე შემოდის და ესე ისე ფეხოს მოწმეებზე განაწილდება. ნახოთ ეხლა დამეთვლიან რა. გურამ შარაძე ფიცდებს, რომ ტერმინალიდან იეჰოველები წიგნებს ვერ მიიღებენ. პარლამენტარი სასამართლოში საჩელის შეტანას აპირებს, რომ ტვირთის გამბაჟება არ მოხდეს. შარაძე დღეს ტერმინალში თავის თანამოაზრეებთან ერთად მივიდა. ერთი ცალი თუ გავა ამ წიგნი, ეს წიგნი აქედან, ამ ტერმინალიდან, ამას ნახავთ თქვენ 3 დღის შემდეგ. არ დავიწყებ არც ამის დახევას, დატვას, ან კიდევ ვიღაცების შეხლა შემოხლა. ტერმინალის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტვირთის გამბაჟებას ხელს ვერ შეუშლის, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება. თუ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება რომ შეჩერდეს ეს ტვირთი, ამ შემთხვევაში ჩვენ შევაჩერებთ. არა, მე უფლება არ გაინტერესებს. ეს არის კერძო მესაკუთრე და მის განკარგულებაშია და მე რაც ვლებ ეს კერძო მესაკუთრე სხვა ინსტიტუტების საკუთრებას იძულებული გავხდებით. მოვახდენთ არა ჩვენინებით, არამედ იძულებით. გურამ შარაძე ისან სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელს სავარაუდოდ ხვალ შეიტანს. 2003 წლის 27 ნოემბერს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამართული პარლამენტის სხდომიდან ბატონი გურამის გამოსვლის ფრაგმენტი მოვისმინოთ. მოგესალმებით. ოღონდ მოგესალმებით როგორც კი მესამე მიკროფონიდან. რადგან ჩემი მიკროფონი მეხუთე დალეწილია, განადგურებულია. ეთყობა თქვენი ვარდების თაიგულმა ძალიან დააზიანა. ეხლა მე მოვედი აქ იმისათვის, რომ პირველ სხდომაზე არ მოვედი პროტესტის ნიშნად. ეხლა მოვედი იმისათვის, რომ დავაფიქსირო და განაცხადო შემდეგი რამ. პირველი, ამ სხდომაზე, ამ დარბაზში 22 ნოემბერს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ამიტომ მე მოვითხოვ დღესვე გამოტანილი იქნას დადგენილება
შეიქმნას კომისია 22 ნოემბრის მოვლენების სამართლებრივი შეფასებისათვის. მეორე ძალიან გირჩევთ ბატონო გიგი, მე მიხარია რომ დღეს მანდ ვარდები არა გაქვთ, თან წითელი ვარდები არსებობს ბუნებაში თეთრი ვარდების. წითელი ვარდები რო იცოდეთ, როზენკრეიცერების იუდეველთა მიერ ჯვრის ძლევის სიმბოლოა, ვინც ეს კარგად იცის მთელ მსოფლიოში. ამიტომ ნუ გამოედევნებით მანდა მაინც წითელ ვარდებს და თუ ვარდების სიყვარული გაქვთ, თეთრი ან ყვითელი ვარდი მაინც აირჩიეთ. წითელი ვარდები სისხლის ღვრის ჯვრის ძლევის სიმბოლოა მსოფლიოში და როზენკრეიცერების სიმბოლო გახლავთ. მესამე, დღესვე მოვითხოვ პარლამენტმა იმსჯელოს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციიდან კანცელარია ვინ შემოიღო, მე არ ვიცი. ის იყო პრეზიდენტის რეზიდენცია. პრეზიდენტის რეზიდენციიდან დღესვე ჩამოხსნილ იქნას კმარას მუშტ შეკრული, მუშტ მოღერებული დროშა. ქართულ ხალხს მუშტებით ნველაპარაკებით. ჯერ თქვენ არ მოსულხართ არც პრეზიდენტის რეზიდენციაში და არც პარლამენტის შენობაში. თქვენი ლეგიტიმურობა ჯერჯერობით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2004 წლის 9 დეკემბერს ტელეკომპანია მზეზე გასული სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ. გურამ შარაძე პრეზიდენტისაგან ბოდიშის მოხდა სიტყვის 15 დღიანმა პატიმრობამ შედეგი ვერ გამოიღო. გურამ შარაძე 15 დღიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. ეროტიკული ხელოვნების ინკვიზიტორი პრეზიდენტ ილია ჭავჭავაძისა და მისი შეურაცხყოფისათვის ბოდიშის მოხდა სთხოვს. ხულიგნობისათვის დაკავებულ ყოფილ დეპუტატს საკუთარი შეხედულებები არ შეუსვლია. 15 დღის მანძილზე მას მხოლოდ თაგვები და წყლის ჩხრიალი აწუხებდა. რატომ მებრძვის სიშიშვლეს გურამ შარაძე? გიორგი ნიორაძის რეპორტაჟი. ასეულოდ საუდენ დღეს გურამ შარაძეს 15 დღიანი პატიმრობის შემდეგ პირველ მზის ხივს პოლიციის მთავარი სამმართველოს ეზოში შეკრებილი მხარდამჭერები. შარაძის პირველი კომენტარი თავისუფლებაზე. ის პრეზიდენტს მისთვის და ილია ჭავჭავაძისთვის ბოდიშის მოხდა სთხოვს და აცხადებს, რომ ისევ ამოთხრის, ანუ ისევ ჩამოხევს. პრეზიდენტმა პასუხი უნდა აგოს ილია ჭავჭავაძის და ჩემი საჯარო შეურაცხყოფისათვის, კულტურის უკულტურო მინისტრმა გაბაშვილმა, სამხატვრო აკადემიის უკაცრავად კედლის მხატვარმა გია ბუღაძემ, როგორ ამბობს თენგიზ აბულაძის გენიალური ფილმის ავტორი, მაინც ამოვთხრი. მაინც ჩამოვხევ. შარაძე 15 დღის მანძილზე წინასწარი დაკავების ჯერ მე-13, შემდეგ კი მე-6 კამერაში იჯდა. ამბობს, რომ თაგვები, გამუდმებული წყლის ჩხრიალი და სიცივე აწუხებდა. იქნები კამერაში, სადაც არის თაგვების ხროვა, სიცივე, ღია კანალიზაცია, წყლის განუწყვეტელი ჩხრიალი, რომ ესე იგი ერთი წუთით თვალი არ მოლულო. განსაკუთრებული აგრესია შარაძისგან კოტე და გიორგი გაბაშვილების და გია ბუღაძის მიმართ ისმის. ბუღაძეს ისევე როგორც ოლბინსკის შარაძე არ აღიარებს. შარაძე არის ცნობილი პროვოკატორი, ატყუარა და მისი რეპუტაცია არც ერთ წრეში, საზოგადოების არც ერთ წრეში არ არის მაღალი. ანუ ყველა მიცის, რომ ეს არის ტყუილების, თაღლითობის მკათრებელი ადამიანი და ახლა მისგან ასე ვთქვათ, ძაგება და მისგან უარყოფითი რაღაცის თქმა, მართლა გითხრათ, არა მხოლოდ ჩემზე, არამედ არავის ნერვებს ასე ვთქვათ, ეს არ აწუხებს. მე ხო გითხარ თვითმფრინავი, მოფრინავ მეთქინ და მოფრინდი თვითმფრინავი. შენ ნახე ტელევიზორში? ვაი, კაცო, როგორ კაცო? როგორ ნახე ტელევიზორში? კარგად იყო? ხო? 15 დღიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლების პირველ დღეს სახლში ოჯახურ გარემოცვაში ატარებს. მის სახლში კიდია ბევრი ცნობილი მხატვრის ნახატი. იმ ნახატებში, რომლებიც შარაძეების სახლის კედლებზეა, სიშიშვლე მოგრძალებულად არის ასახული. სიშველი ქალისადია. ოღონდ ახლა ნაწილი არის. შარაძე აცხადებს, რომ მას უყვარს ლეონარდო, მოდილიანი, გოია, ელ გრეკო, ვან გოგი, მაგრამ რაფაელ ოლბინსკის გაგონებაც არ სურს. ისინი მემასწავლიან მხატვრობას და კულტურის სამსახურს. ის რაც შარაძისთვის პორნოგრაფია, კულტურისა და სპორტის მინისტრს ოლბინსკის კატალოგი ავტორისავე ავტოგრაფით მაგიდაზე უდევს. ხშირად ათვალიერებს და როგორც თავად ამბობს, ყოველთვის ეცინება იმ ადამიანის უვიცობაზე, რომელსაც პორნოგრაფიული მოჩვენებები აქვს. ეს არის რაღაც პათოლოგიური ფორმა უკულტურობისა, რომელიც სამყაროში გაჩნდება ხოლმე
ის ეფუძნება გაუნათლებლობას. 2400 დოლარი, რომელიც ჩარაძეს ჯარიმის სახით დახეული პლაკატების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა, $300-მდე ჩამოვიდა. თუმცა ამ $300 გადახდაზეც შარაძე ჯერჯერობით ყოყმადობს. გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მიუახლოვდა. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.